1925 წელს არგენტინელმა მწერალმა ხორხე ლუის ბორხესმა მოთხრობათა კრებული სოფლიო მზაკვრობის ისტორია გამოსცა, რომელშიც გაგიკვირდებათ და მზაკვარი ადამიანებისა და მათი მზაკვრობების შესახებ მოგვითხრობს. ავტორმა 1954 წელს კრებულის განახლებული ვერსია შემოგთავაზა, თუმცა ეს სულაც 1000-ჯერ რომ გაეკეთებინა, ისეთ გენიალურ ტყუილს მაინც ვერ მიაგნებდა, როგორიც ტოიოტას ინჟინრებმა 1994 წელს შემოგთავაზეს. იოანეს გამოცხადების მიხედვით მატყუარა უფლის სამეფოში ვერ მოხდება. შეიძლება ეს მართლაც ასეა, თუმცა ტოიოტამ 90-იან წლებში რალის სამეფოში დამკვიდრება არჩია, რაც ძვირად დაუჯდა. მაგრამ დიდებული ისტორიის დაწერაში ხელი ამას არ შეუშლია. სასჯელი, რომელიც იაპონურმა ავტომწარმოებელმა მიიღო, ძალიან მკაცრი იყო. იმდენად მკაცრი, რომ მას უშუალო კონკურენტის სუბარუს წარმომადგენლებიც კი შეეწინააღმდეგნენ. თუ აქილევსის როლში მყოფ ბრედ პიტს დავესესხებით, სწორედ ამიტომ არ დაამახსოვრდება არავის FIA-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა. ამიტომ შენი სახელი არავის ემახსოვრება. რალის იაპონური ლეგენდა სამუდამოდ ისტორიას დარჩება. დიახ, ეს სოფლიო მზაკვრობის ისტორია და მას სელიკა GT4 ST205 ჰქვია. ტოიოტამ სოფლიო რალის ისტორიაში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული მისმა მოდელებმა სიმძლავრით, საიმედოობითა და სწორი ინჟინრული გადაწყვეტილებებით არაერთი ურთულესი ტრასა დაიპყრეს. თუმცა შავი ცხვარი ყველაფარას ყავს და ამ ვიდეოში სწორედ მასზე ვისაუბრებთ. 1980-იანი წლების დასაწყისში რალის სამყაროზე ბეჯგუფის ავტომობილები ბატონობდნენ. თუმცა რამდენიმე ტრაგიკულმა ინციდენტმა ამ კლასის პოპულარიზების მიზანშეწონილობაში ყველა დააეჭვა და 1987 წლიდან ასპარეზზე შედარებით უსაფრთხო, მძიმე და ნელი მანქანები გამოვიდნენ. ბრუტალური წინაპრებისგან განსხვავებით, აჯგუფის წარმომადგენლები სერიულ მოდელებთან ბევრად ახლოს იდგნენ. შენარჩუნებული ჰქონდათ ძარის პანელები, განლაგება და მათთან დაკავშირებული სხვა ყველა ნაკლოვანება. როგორც წესი, რალის მძღოლების საშუალო სტატისტიკურზე სულ 20 თავზე ხელაღებული ხალხია ხოლმე. ხოდა მათაც რაიმე უფრო სწრაფი საჭესთან ჯდომა ერჩივნათ. თუმცა ფანებს სხვა ინტერესები აქვთ ხოლმე. აჯგუფის სპეციფიკა ავტომწარმოებლებს სრულამძრავიანი მძლავრი სედანებისა და ჰეჯბეკების წარმოებას აიძულებდა, რითაც სისწრაფის მოკვდავი მოყვარულები ძალიან ხალისობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აჯგუფის რალის ავტომობილი 300 ცხენის ძალაზე მეტ ძალიან იშვიათად გამოიმუშავებდა, სულ რამდენიმე წელიწადში ამ მოდელებმა B-ჯგუფის მონსტრებზეც უკეთესი შედეგების დაფიქსირებაც დაიწყეს, რაც გაუმჯობესებული დაკიდების სისტემისა და საბურავების დამსახურება იყო. რალის სამყარო 80-იანი წლების მიმწრულს ლანჩია დელტამ შტურმით აიღო. აჯგუფის აუდი ძველებურად ძლიერი ვეღარ იყო და ავატარიც სწორედ მაშინ გაუჩინარდა, როცა სამყაროს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. დიახ, პეჟომ რალი დატოვა და სპორტი იტალიელებს დაუთმო. სწორედ მაშინ აღმოსავლეთიდან ამომავალ მზესთან ერთად იაპონელები გამოჩნდნენ და ქარიშხალი დაატრიალეს. Mazda, Mitsubishi, Subaru, Toyota. 80-იანი წლების ბოლოს იაპონური ვეფხვები ბრძოლაში ჩაებდნენ. თუმცა დაუმარცხებელი ლანჩიასთვის ტრასაზე მნიშვნელოვანი პრობლემები მხოლოდ ამ უკანასკნელმა შექმნა. მოცა. ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, როგორც ხედავთ 70%-ზე მეც არხი გამოწერილი არ გაქვთ. მოგწონთ თქვენი საქციელი? და ჩვენი ვიდეოები? გამოიწერეთ არხი და მოგვეცით დამატებითი мотиваცია. უფასოა. რა თქმა უნდა, Toyota რალიში 90-იან წლებამდეც გამოდიოდა და რამდენიმე გამარჯვებაც ჰქონდა მოპოვებული.
თუმცა უკან ამძრავიან ტურბინიან Celica Audis, Lancia-სა და Peugeot-ს სრულამძრავიანი მონსტრებისათვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის რესურსი უბრალოდ არ გააჩნდა. ყველაფერი მეოთხე თაობის Celica-ს გამოჩენამ შეცვალა, რასაც 1999 წელს Toyota-ში ახალგაზრდა მრბოლელის Carlos Sainz უფროსის მისვლა დაემატა და სულ რაღაც ერთ წელიწადში Celica საჭესთან მჯდარმა ესპანელმა მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა. Carlos Sainz and Luis Moya. ესტაფეტა ტურბინიანი ძრავის მქონე. სრულამძრავიანმა მეხუთე თაობის Celica-მ გადაიბარა და შეუსრულებელი მისიაც შეასრულა. 1992 წელს მეორე ჩემპიონობა კვლავ Sainz-მა იზეიმა. 1993-1994 წლებში კი ისტორია ფინელმა იუჰა კანკუნენმა და ფრანგმა დიდიე ორიოლმა გაიმეორეს. ამასობაში კი რალის ძველი მეფეც მოკვდა. Lancia-მ სპორტი დატოვა და დელტაც უკან გაიყოლა. 1994 წლის ჩემპიონობა ორიოლისთვის მარტივი არ ყოფილა. ჰორიზონტზე Subaru-ს შეუჩერებელი დუეტი, რაც უკვე Toyota-ს ყოფილი მრბოლელი, Carlos Sainz-ი და შეშლილი შოტლანდიელი Colin McRae გამოჩნდნენ. Sainz-ის ოსტატობის შესახებ აქამდეც ყველამ ვიცოდით, თუმცა მაკრაშად წოდებული McRae რალის ახალი და უნიკალური პერსონაჟი გახდა. დიახ, ეს სწორედ ის Colin McRae-ია, რომლის სახელობის ვიდეო თამაშზეც მილიონობით ავტომოყვარული გაიზარდა, მათ შორის მეც. ახალი თაობის იმპრეზა საჭესთან შოტლანდიელი რბოლას მხოლოდ 2 პოზიციაზე ასრულებდა. პოდიუმზე ან თხრილში. ერთადერთი, რის ხარჯზეც არც ისე კომფორტულად სამართავი Celica, ბევრად უკეთესი აეროდინამიკით გამორჩეული Subaru-ს წინააღმდეგ წარმატებით გამოსვლას აგრძელებდა, ძლავრი ძრავა იყო. თუმცა გაჭირვებულ Toyota-ს ქვა აღმართში წამოეწია და 1995 წელს FIA-მ ეს უპირატესობაც გაანადგურა. ახალი რეგულაციით ტურბო დაბერვის რესტრიქტორის ნახრეთის ზომა 36 მმ-დან 34 მმ-მდე შემცირდა, რაც Celica-ს სიმძლავრეს ძალიან ამცირებდა. ამ 2 მმ-ის პრობლემა და Toyota-ს ძრავის პირვანდელი უპირატესობა სრულყოფილად რომ გაიაზროთ ფიზიკის მცირე გაკვეთილი დაგჭირდებათ. John Nash was one of the most brilliant minds. იცით, როგორ მუშაობს ტურბინიანი ძრავა? თუ არ იცით, კარგად მოусმინეთ. საკვანძო ელემენტი აქ ტურბო კომპრესორია, რომელიც ცილინდრებში ჰაერს უბერავს. რაც უფრო მაღალი აწნება შემშვებ კოლექტორში, ცილინდრი მით უფრო მეტი ჰაერით გაივსება. ეს აფეთქებას აძლიერებს და შესაბამისად ძრავის სიმძლავრეც იზრდება. თუმცა კომპრესორი თავისით არ ბრუნავს. მას ძრავიდან გამონაბოლქვი აირები ამოძრავებს, რომლებიც ტურბინას ატრიალებენ. ეს უკავშირის მარყუშს ქმნის. რაც უფრო მაღალია გამონაბოლქვი აირის წნევა, მით უფრო მაღალია წუთში ტურბინის ბრუნვების რაოდენობა. ცილინდრში მეტი ჰაერი შედის და ძრავაც უფრო დიდ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. თუმცა აქვე ჩნდება ტურბო დაყოვნების პრობლემაც. ეს დროის ინტერვალია, რომელიც აქსელერატორზე დაჭერას, საწვავის აალებასა და ტურბოს დატრიალებას შორის არსებობს. მის აღმოსაფხრელად ტურბინა მტრიალი უნდა გააგრძელოს მაშინაც, როცა დროსელი დახურულია. Toyota-ს ინჟინრებმა ეს პრობლემა მოხერხებულად გადაჭრეს. საწვავის დამატებითი რაოდენობა არა მხოლოდ Celica-ს ძრავის ცილინდრებში, არამედ მის გარეთ გამშვებ კოლექტორშიც იწვოდა, რაც ტურბინის ბრუნვის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებდა. თუმცა რესტრიქტორის ნახრეთის კიდევ უფრო დაპატარავებამ Toyota-ს ძრავის უპირატესობა წარსულს ჩააბარა.
სასწრაფოდ რაღაც იყო მოსაფიქრებელი, რადგან ზურგს უკან Subaru სუნთქვას ამ ცვლილებამდეც გრძნობდნენ. ახლა კი ყველა ლოგიკით ახალი Celica ST205 მარცხისთვის იყო განწირული. და რას ნიშნავდა Toyota-სთვის Subaru-ს დამარცხება? არაფერს და ყველაფერს. ფრანგმა აკადემიკოსებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანების IQ, რომლებსაც კრისტალ აუტოს არხი აქვთ გამოწერილი, აინშტაინის IQ-ზე ბევრად მაღალია. გამოიწერე ჩვენი არხი, გააოცე ყველა. დამარცხება თანამემამულესთან და პარტნიორ კომპანიასთან, რომელსაც სულ ზემოდან უყურებდი, მართლაც ვერ არის საამაყო ამბავი. Oda კომპანიამ არც ისე ღირსეულ, თუმცა გენიალურ ხრიკს მიმართა, რომელიც ისტორიას სამუდამოდ შემორჩება. საერთოდაც, რატომ გვიყვარს ავტოსპორტი? პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ ტიტულის ბედს მართლაც რამდენიმე მილიმეტრი წვეთს და ყველა გუნდი ცდილობს წესებს ისე მოერგოს, რომ ეს დიაპაზონი მის სასარგებლოდ გადმოიხაროს. Toyota-ს სხვა კი არაფერი უქნია. სულ რამდენიმე მილიმეტრი მოიპარა. 1995 წელს Celica-ს ინჟინრებმა გადაწყვიტეს, რომ ნიკოლო მაკიაველი მართალი იყო და მიზანის საშუალებას ნამდვილად ამართლებს. თუმცა ამის ნიშნები მხოლოდ სეზონის ბოლოს გამოჩნდა. დასაწყისი ლოგიკისკენ მაინც და მაინც შორს არ წასულა. პირველი 6 ეტაპის შემდეგ Celica-ს დუეტიდან რბოლის მოგება მხოლოდ დიდიე ორიოლმა კორსიკაზე შეძლო. იუჰა კანკუნენს არც ერთი ეტაპი არ მოუგია. თუმცა გასაოცარი სტაბილურობის წყალობით ჩემპიონატს მაინც ლიდერობდა. რა თქმა უნდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში Subaru-ს ცუდი ბიჭებიც იყვნენ ჩაბმული. Sainz-ა და McRae-ს წარმატების მისაღწევა Toyota-ს ერთი წაბურძიგებაც ეყოფოდათ, რაც ბოლოს წინარ ბოლაში მართლაც მოხდა. მოდი, მთელი ეს ისტორია კარლოს საინსის პერსპექტივიდან წარმოვიდგინოთ. ბოლოს წინა რალი ესპანეთში ასფალტზე იმართება. აქ ხალხისთვის გმირი ხართ და თქვენგან ტრიუმფის მეც არავინ არაფერს მოელის. მანქანა ცხვებზე უკეთესი გყავთ. ჩემპიონატის ლიდერი კანკუნენი კი ასფალტზე დამაჯერებელი არასდროს ყოფილა. ერთი შეხედვით, ჯოკერს თამაშობთ წყვილებში და შესანიშნავი კარტი გიჭირავთ მოწინააღმდეგის გასახიშტად. თუმცა უცებ თქვენი მეწყვილეც კი თქვენ წინააღმდეგ თამაშს იწყებს. ჯვარი გამომიტარეთ ხო და მან ბარი მომცა. არაგა. დიახ, ყველაფერი ნამდვილად ასე იყო. რალის პირველ დღეს ფინელმა მძღოლმა წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა და მეორე ადგილოსან Sainz 22 წამიანი უპირატესობით აჯობა. ვერავინ ვერაფერი გაიგო. FIA-მ კი ყოველი შემთხვევისთვის Celica-ს ტურბინის ინსპექცია გადაწყვიტა. It was at this moment that he knew he fucked up. თუმცა რაიმე შესაცვლელად უკვე ძალიან გვიანი იყო. მეორე დღეს კანკუნენის უპირატესობა 1 წუთამდე გაიზარდა. ST205 ფრთაშესხმული იყო, თუმცა შტურმანის მიერ შეცდომაში შეყვანილმა ფინელმა McRae-ს საყვარელი ფანდი გაიმეორა და გარბენი თხრილში დაასრულა. მეორე დღეს რბოლას Toyota-ს კიდევ ერთი მრბოლელი, არმინ შვარცი გამოეთიშა. ორიოლმა კი ტრანსმისიის პრობლემების გამო პოდიუმზე პოზიცია დაკარგა. თუ ეს კატასტროფა გონიათ, ოპტიმისტი ხართ. Toyota-ს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. ესპანეთის სერიის დასასრული Celica-ს გარეშეც დრამატული გამოდგა. McRae-ს Subaru-ს გუნდმა პირველობა თანაგუნდელისთვის დაათმობინა, რამაც თავქარიანი შოტლანდიელი ძალიან გააბრაზა. თუმცა ბოლო რბოლის მოგები ჟინი გაუორმაგა და საბოლოოდ ჩემპიონობამდეც მიიყვანა. ამ მექსიკური დუელის 3 მონაწილიდან 2 Sainz-ი და Toyota დამარცხდნენ. რაც დიდებული ისტორია და სხვა დროს უფრო ვრცლად მოყოლას იმსახურებს. ხოლო რაც შეეხება ფანს,
რომელმაც მოსისხლე მტრების პატივისცემაც კი გამოიწვია. მასზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ხერხის ჯობი აღონესა თუ იაპონელი მოიგონებსა. კარგით. უფრო ვრცლად გეტყვით. ტურბინა როგორ მუშაობს უკვე იცით. ახლა ის უნდა აგიხსნა თუ როგორ მუშაობს რესტრიქტორი, რომელმაც Toyota-ს თაღლითობისკენ უბიძგა. კითხვაზე პასუხს თავად სიტყვას სცემს. რესტრიქტორი უნდა ზღუდავდეს. ეს ჰაერმღებში ჰაერის შემშვების შემზღუდველი ნახრეტიანი ფირფიტაა, რომელსაც სარბოლოო ავტოებს ძრავის მაქსიმალური სიმძლავრის შესამცირებლად უყენებენ. რესტრიქტორის წესი ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობაში ოპონენტთა შორის შანსების მეტნაკლებად გასათანაბრებლად შემოიღეს, რათა რბოლა პილოტის უნარებსა და შასის ინჟინერიაზე უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს. ერთი შეხედვით Toyota-მ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მოთხოვნა გაითვალისწინა და Celica GT4 ST205 წესის შესაბამისი რესტრიქტორი დაუმონტაჟა. მოგვიანებით კი იპოვა გზა, რომლითაც შეზღუდვას გვერდს ეფექტიანად აუვლიდა. როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო? გონიათ, Celica-ს რესტრიქტორის სინამდვილეში ჰაერის შეშვებას არ ზღუდავდა? რა? Toyota-ს ინჟინრებზე ასეთი ცუდი წარმოდგენა გაქვთ? ამას ხომ ყველა მოიფიქრებდა. ნამდვილი ცუდი ბიჭები ასე არ მოქმედებენ. ხომ გაგიგიათ ცნობილი ფრაზა? ეშმაკმა სწორედ მაშინ გაიმარჯვა, როცა ადამიანი თავის არარსებობაში დაარწმუნაო. ხოდა Celica-ს ინჟინრებმაც ყველა დაარწმუნეს, რომ ტურბინას ყველაფერი ნორმაში ჰქონდა. ტყუილის გენიალურობაც ამაში მდგომარეობდა. ავტომობილიდან ამოღებული ტურბინა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა, თუმცა მოქმედებაში მყოფი კონკურენტებთან უდიდეს უპირატესობას ქმნიდა. ბოლორბოლის წინ FIA-ს ტექნიკურმა ინსპექციამ საიდუმლოს ფარდა ახადა. Celica-ს ტურბინაში აღმოჩენილი იყო საიდუმლო მექანიზმი, რომელიც რესტრიქტორის სახელურიდან ტურბინაში ჰაერის დამატებით დაშვებულზე 25%-ით მეტ რაოდენობას აპარებდა. როგორც ფიზიკის გაკვეთილზე გავიგეთ, მეტი ჰაერი მეტ სიმძლავრეს ნიშნავს. ამ შემთხვევაში კი 50 ცხენის ძალაზე ვსაუბრობთ, რაც ასეთ ახლო ჭიდილში გიგანტური უპირატესობაა. აღფრთოვანება ვერც მთავარმა ინკვიზიტორმა, FIA-ს პრეზიდენტმა მაქს მოზლიმ დამალა. ეს ყველაზე გენიალური რამეა, რაც ავტოსპორტში გატარებულ 30 წელიწადში მინახავს. შიგნიდან მექანიზმი შესანიშნავად იყო აწყობილი. მილში განლაგებული ზამბარები ისე იყო დამუშავებული, რომ მათში გამავალი ჰაერისთვის ხელი არ შეეშალათ. ამ ზამბარების სპეციალური ხელსაწყოს გარეშე გახსნას განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდებოდა. ამაზე რთული და გენიალური მოწყობილობა მე ან FIA-ს ტექნიკურ ექსპერტებს ძალიან დიდი ხანი არ გვინახავს. მოძრავი კედელი ისეთი სიზუსტითაა დამზადებული, რომ მინიმალური ნაპრალიც კი არ ჩანს, რომელიც ზედამხედველს თაღლითობაზე დააეჭვებდა. ამბობდა მოზლი. სწორედ ამიტომ დღემდე არსებობს სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ყველა უღებელი ციხესიმაგრე, Toyota-ს გენიალური საიდუმლოც შიგნიდან გატყდა. გუნდი პარიზში, ფედერაციის მსოფლიო საბჭოზე დაიბარეს. სასჯელი ძალიან მკაცრი იყო. Toyota-ს მრბოლელებს ყველა მოპოვებული ქულა ჩამოერთვათ და თავად ავტომწარმოებელს შეჯიბრებებში მონაწილეობა 1 წლით აეკრძალა. კომპანია აცხადებდა, რომ მენეჯმენტმა და მრბოლელებმა არაფერი იცოდნენ. ყველაფერი ევროპულმა გუნდმა გადაწყვიტა და დამოუკიდებლად განახორციელა. მაინც და მაინც დამაჯერებელი ტყუილი ვერ არის. სულ რაღაც 12 თვეში Toyota რალის დაუბრუნდა. თუმცა 90-იან წლებში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის აღარ მიუღწევია. 2002 წელს კი ფორმულა 1-ში ძალიან წარუმატებლად გადაბარგდა და უკან მხოლოდ 2017 წელს დაბრუნდა. ახლა ბრენდს ახალი ვარსკვლავი, იარისი ხავს, რომლის სხვადასხვა მოდიფიკაციითაც ოტტანაკმა
სებასტიან ოჟიემ და კალე როვანპერამ ჩემპიონობა 2019-2023 წლებში ზედიზედ 5 ჯერიზე იმეს. მიუხედავად ამისა, დღემდე პირველი რაც რეალი სტაჟიან გულშემატკივრებს ტოიოტას დანახვისას ახსენდებათ, მაინც სელიკაა. მანქანა, რომელმაც ავტოსპორტი შეაზამზარა. ალბათ გაინტერესებთ, რა ბედი ეწია სელიკას წარმოებას. რალის მიღმა, ტოიოტას ეს მოდელი განსაკუთრებული პოპულარობით არც არასდროს სარგებლობდა. სელიკა GT4-ის წარმოება 1999 წელს შეწყდა. შესაბამისად, 2000-იანი წლებიდან გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად 2000 წელს შეერთებულ შტატებში 42406 ერთეული გაიყიდა, ხოლო 2005 წლისთვის ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 3000-მდე დაეშვა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ გამოაშკარავებული ტყუილის გამო არ მომხდარა. 1997 წელს იაპონიაში ფინანსური ბაბლი გასკდა, რამაც აზიის ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია და გლობალურ ბაზარზე იაპონური ავტომობილების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამან კი სპორტულ კუპეებზე მოთხოვნა შეამცირა, რამაც საბოლოოდ სელიკა შეიწირა. 2006 წელს მოდელის წარმოება შეწყდა. 17 წლის შემდეგ, 2023 წელს, ტოიოტას პრეზიდენტმა კოჯი სატომ დაადასტურა, რომ ლეგენდარული მოდელი 2026 ან 2027 წელს განახლებული დიზაინით გაცოცხლდება. და რა არის ამ ისტორიის მორალი? რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ტოიოტას ინჟინრებს ეშმაკის მოტყუება შეუძლიათ. დიახ, ავტოსპორტში ნამდვილი ლეგენდები მორჩილებით არ იბადებიან. ისტორიას მხოლოდ ის ადამიანები ამახსოვრდება, რომლებიც სახიფათო ლიმიტებს უახლოვდებიან და ვისთვისაც სიფრთხილეს თავი არათუ არ, არამედ ძალიან სტკივა. სელიკა ST205 რალის რიგითი მანქანა არ ყოფილა. ეს უღიმღამობის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი იყო და თუ თაღლითობა სხვა შემთხვევაში სირცქველს იწვევს, ტოიოტასთვის ეს ამბავიც მხოლოდ სიამაყის საფუძველია. დაიცოდეთ, როდესაც სასოწარკვეთილი ადამიანი რთულ ამოცანას უყურებს და ფიქრობს, რომ გამოსავალი არ არსებობს, სადღაც ძალიან შორს ტოიოტას ინჟინერი ხმამაღლა იცინის.